ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. TBC კაპიტალი მიიჩნევს, რომ გავლენები დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, ეს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა პოზიტიური აღმოჩნდეს, რაც პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული და გაიზარდოს მოთხოვნა როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვების ფასზე. თუმცა თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა უარყოფითი იქნება, რადგან ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს და მოთხოვნაზე ზეწოლა აისახება ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაში. ღვინის ექსპორტის კლება 2026 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება. საქსტატის მონაცემებით, იანვარში ქვეყნიდან 12 მილიონი დოლარის ღირებულების 4 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა. ბიზნეს სექტორის განმარტებით, ახლა ექსპორტის კუთხით პასიური პერიოდია. ამასთან რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რაც გაყიდვების მაჩვენებლებზე ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, ღვინის მწარმოებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სარეალიზაციო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციის შემცირება დროებითი ხასიათისაა. ამასთან ბიზნესი ახალი თამაშის წესების ამოქმედების მოლოდინშია. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებით 1 მაისიდან სამეწარმეო მიზნით ვენახის გაშენებაზე მევენახეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება. 2025 წელს საქართველოს მოცვის ექსპორტიდან 46 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი ძირითადად რუსეთში, სომხეთსა და პოლონეთში განხორციელდა. ასოციაციის ინფორმაციით ლურჯი მოცვის საექსპორტო პოტენციალი მზარდია და კომპანიები ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. რაც შეეხება ბაღების განაშენიანებას, გასულ წელს დანერგე მომავლის ფარგლებში დაფინანსებული ბაღების 20% ლურჯ მოცვზე მოდის. ამ ეტაპზე ქვეყანაში 7000 ტონა მოცვი წარმოება, ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ კი მოლოდინია, რომ წარმადობა სამჯერ გაიზრდება. ყვარლის ბაგა ფართოვდება. კომპანია მარცვლეულის შემნახველი საწარმოს აშენებას აპირებს, პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარი იქნება. ძის გადამუშავების სექტორში 14 წლიანი ოპერირების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყვარლის ბაგა ინვესტიციას საკუთარ მარცვლეულის შემნახვალ საცავში განახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ მიმართულების განვითარების საჭიროება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების სასაწყობე სივრცეების ნაკლებობის გამო დადგა დღის წესრიგში. ქვეყანაში ძალიან ცოტა არის საცავები. ევროპული სტანდარტის საცავები მარცვლეულის, რომლის განიავებაც ტემპერატურის რეჟიმების შენარჩუნება იქნება შესაძლებელი. კომპლექსურია, სპეციალისტების პრობლემა არის, რომ ამის მართვა არის საჭირო მე კარგად მიღებიდან დაწყებული განიავების და ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვა პრობლემა. საქართველოში ძაღლებისა და კატების იდენტიფიკაცია რეგისტრაციის ახალი სისტემა ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით ცხოველებს სპეციალური მიკროჩიპით ან საყურე ნიშნით მონიშნავენ. მათი მონაცემები კი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აისახება. რეგისტრაციის სისტემაში ასახული იქნება როგორც ცხოველის სახეობა, ჯიში, ასაკი, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის სტატუსი, ასევე მეპატრონის საკონტაქტო მონაცემები. ცხოველების იდენტიფიკაცია რეგისტრაციას ვეტერინარული კლინიკები და ცხოველთა თავშესაფრები განახორციელებენ. უპატრონო და მიკედლებული ცხოველების რეგისტრაციას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. წესები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. იმ მოქალაქეებს კი, ვისაც შინაური ცხოველი უკვე ჰყავთ, რეგისტრაციის ვადა 2027 წლის იანვრამდე ექნებათ. მთავრობის განმარტებით ერთიანი ბაზის შექმნის მიზანია ქვეყანაში ცხოველების რაოდენობის აღრიცხვა, უპატრონო ცხოველების მართვა და მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია.